მოგესალმებით ჩვენის პროტოკოლის მე-6 ეპიზოდით დარღვევისთვის ყველაზე კარგი ლოკაციიდან. როგორც იცით, ჩვენი გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი QNT და დარბაზი Vortex-ი. როგორც უკვე იცით, ამ ეპიზოდში ჩვენი პარტნიორია წისქვილი ტერასი. ჩატში რო დავწერე რა იქნება თქვენი სასურველი საკვები მეთქი და ზოგადად ხო არის რომ აი 10 წუთის მერე გპასუხობე და 3 წამი ნახევარში. თიულური ხიკალი. და თიულური. არა მესმის მე როცა ვარჯიშის პროცესში ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ოღონდ ეგ პერსპექტივა მინდა რომ მაყურებელსაც გაუზიარო და იდეაში თქვენ რაც გითხარით რა რომ ეს არ არის ჯილდო არამედ არის პროცესის ნაწილი მეგობრებთან რო გახვალ შენ არ უნდა გახვიდე კონტეინერით რა და ეს ხო ვამბობთ კიდევაც ვარჯიშის დროს რომ ნუ შეიძლება ეგ იყოს უფრო რთული მომენტი ან ზოგადად აი ხო სიტუაციაზე ხდება რომ გითხარ სადღაც რო გადიხარ მიუხედავად იმისა რომ მართლა ბევრი არჩევანია ხა ისეთი რაღაცის რაც შეგიძლია ჩამო რა მე არ მქონია მეტნაკლებად მაგრამ ან ჯესტონებში ნაკლებად ხო უფრო ისეთ ადგილებში სადაც ბარი რაღაცა რა თქმა უნდა ხო ფისა რაღაცას არ უჭამ ხოლმე მაგრამ აი ეგეთ მომენტებში ცოტა რთულია რომ ყველა სვამს ჭამს და შენ წყლის ბოთლით დავდივარ მთელი 2 თვია უკვე თითქმის თქვენახევარი კი არა მესმის იდეაში ეგ იყო თავარი მიზანიც რა რომ დალევად შემიძლია დალევა იწვენის სასმელი არა რე ამ პერსპექტივით რას ხედავს ამ მომავალზე ამ პერსპექტივით ზოგადად რასაც ვფიქრობ და რასაც ხედავ ეგ არის რომ ანუ ძელვადიანი პერიოდის დასაწყისში ვარ თითქოს ეგრე წარმომიდგენია რომ ტრანსფორმაციის საწყისი ანუ არ მაქვს რაღაცნაირად იმის წარმოდგენა რომ 3 თვე არის საკმარისი რაღაც ანუ საოცარი შედეგის დასადებად მაგრამ აი ბევრ რაღაცაზე სხვანაირად დავფიქრეთ და წვებაზე ანუ მეტნაკლებად ჯანსაღად ვიყვებოდი თუმცა აი რასაც ამბობენ რომ რაღაც ნუტრიენტებით გაჯერებული და მართლა სწორი ყვება რაც არის ორგანიზმის ეგრე არ ვიყვებოდი უბრალოდ არ ვჭამდი რაღაც ცხოველს არ ვჭამდი რაღაც ძალიან წვიმიანს მაგრამ შესაბამისად არ ვიღებდი შესაბამის ცივას რაღაცა ნახშირწყალს მეშინა და ნახშირწყლების აი თავიდან რომ მოვედი ეგეთი ის ხონდა რომ აი ნახშირწყალს ამდენს ვერ მივიღებ რაღაც ეგეთი ის ხონდა დამოკიდებულება მაგრამ ეხლა უკვე მაგას ვიფიქრე რომ ყველაფერი დოზირებულად ძალიან საჭიროა. ნერეც გავაგზავნებ, ეგ წარმოდგენა. თავარი მიზანი ჩვენ იყო ეგ, სხვათა შორის სახელზე რო ვფიქრობთ, მახსოვს ისეთი სახელის დარქმევა გვინდოდა, რომელიც პროცესი ისე გადასცემდა მაყურებელს, რომ აი სადღაც იწყება, სადღაც მთავრდება. და ეს არის პროტოკოლი რა, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში ბოლომდე გააგრძელო აცი, უბრალოდ ჩვენ გასწავლით გზას, როგორ უნდა იარო რა. აი მაგას ვამბობ. ზუსტად მაგას აი ძალიან თქვი რომ ეგ არის რა რაღაცნაირად თითქოს გზაზე რომ დადგები და უკვე იცი რა უნდა აკეთო ეგ მაგას დაუმოყამე და ეგ ვისწავლე და შესაბამისად ხო შვება უკვე ის არის რომ თითქოს ჩვევაში გადამდეს განა ის რომ უი ახლა 3 თვე რომ მორჩება წავალ და რაღაცა ყოველდღე ხინკალს ან ბურგერს შეჭამარ ეგ ვეჭველი ვიცი რომ ეგრე არ იქნება იმიტომ რომ ან მართლა უკვე რაღაცნაირად ჩვევაში და ყოველდღიურობაში გადავიდე ხო? ყოველდღიურობაში გადავიდე ხინკალზე რა სიტყვა თქვენახევარია რომ მაგას ელოდებოდი მაგალითად მომეწერა ეს კი ეს ხინკალია ის არის რა ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია დოზირებაც ეხლა ხინკალი ძალიან მონატრებული ქონდა და რაღაც ვაფშე არ მაქვს გამოგამე 20 ხინკალი ჭამე რაღაც 2 და 3 ხინკალი სრულიად საკმარისია ხო ანუ თავარი ეგ იდეაში ზუსტად ეგ არის ისი თქმაც მინდა რა მნიშვნელობა არ აქვს მაინდა-მაინც რომ შენ ჭამო ფილე თუ სწორ დროს დღის პერსპექტივით მისაღები კალორიაჟი დათვლილი გაქვს და ეს ჯდება ჩვეულებრივად შეგიძლია სტრესსაც დაგიწევს და მეგობრებს სოციალიზაციაშიც ხელს შეგიწყობს რა მაგრამ ხშირად როცა ამას იწყებ მე ავტომატურად ორგანიზმი ისევ ამას გთხოვს რა აი მაგასაც ვიტყვი რა სწორი პრობლემაზე საერთოდ ანუ მართლა არანაირად არ არის უგემური ან ოდნავ ფანტაზიის ამბავია და ვილოუზე ძალიან კარგს ვაკეთებ სამეთებს ხოლო სასწაულს ვაკეთებ აი ვაფშე მართლა არანაირად აი არ მქონია არც ერთხელ იმის განცდა რომ ამას როგორ ვჭრავ ანუ ყოველთვის აგებია ვჭრავ ყველაფერს და შესაბამისად ხო რაღაც ბევრ თუ მიამატებ იქ სალატში რაღაცას ის რომ მითხარი ის გავაკეთებ როცა პროტეინით გავაკეთე რაღაცაო პროტეინით გავაკეთე ტირამისუ ამის წინათ ძალიან კაი იყო ხო ნაყინს ვაკეთებ ხოლმე კიდე ანუ ყველაფერს რაც მინდა ყველაფერს ვაკეთებ ჯანსაღი პროდუქტებით ანუ არ მქონია შეფერვა ჯერ რომ რაღაც მომინდა და ვერ გავაკეთე მე ველოდები შეპირებულ ხაჭაპურს ლეჩხუბში და მაგას ვიცი რომ ცოტა ისეთი იყოს რა ქვია
და ექსპერიმენტული. ოკეი. ანუ ხაჭაპურებს კი არ ვაწყობ დიდად, მაგრამ გონია რომ გამომივა. პრობლემა არ აქვს. ჩვენ იდეაში აწი ვიწყებთ თან შენს ჯგუფურებსაც, იოგასაც, პილატესსაც და პროცესი კიდევ უფრო გამხიარულება. აწი ვარჯიშის პერსპექტივით იდეაში თითქმის არაფერი ეგრე მძაფრად არ შეიძლება დღემდე რაც იცვლებოდა. ეხლა უკვე გადავდივართ ძალიან სტატიკურ ეტაპზე და იგივე რაღაცა უნდა ვაკეთოთ და მცირე ცვლილებებით ძალიან. ეხლა უკვე პროცესი უნდა შევისწავლოთ ეს კვება ვარჯიში ჯგუფურები როგორ შემოდის, ვარჯიში როგორ შემოდის და ეგ ყველაფერი ყოველდღიურობაში, დასვენებაში, მეგობრებთან გასვლის დროს როგორ უნდა გახდეს ნაწილი და არა მაინდამაინც მთელი ცხოვრება რა. ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ დავამშვიდობოთ და შენი პილატესის ჯგუფურით ჩავერთოთ მაყურებელს და მე იქამდე ხინკალს დავაგენებთ რა. როგორი იყო ამდენი ხნის მერე პილატესი და საერთოდ ჯგუფურზე რო შემოხვედი, რა შეგრძნება გქონდა? ყველაზე მაგარი გრძნობა იყო ამ თვენახევრის განმავლობაში, სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან მომნატრებია თან. ისეთ დიდი ხანი არ მივარჯიშია პილატესი, ალბათ 3-4 თვეა მგონი და აურა კაი იყო. აი მაგრამ ძალიან კარგი იყო. რობიზე რო გაწყდა, როგორი სიამოვნება მივიღე, იცი რომ აი მეთქი დარღვევის დღეს. მეც ვიყავი პროცესში, ანუ განაისრო რაღაც. ბოლოს სულ ისე ვქონდა. არა, ხნით ვიყავი. და მაინც ვაღიარე, რომ მნიშვნელოვანი არის და ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ იოგაზე და პილატესზე შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში დოდუკას ძალიან დიდი მადლობა. უშუალოდ ტრენერს კი ვიცი, ვაღიარებ მეც და იცი როგორი თემა არის, ყველას ვეუბნები, რომ აი წონებზე ვარჯიშთან ერთად ამას რო გააკეთებ და რასაც ვიდეოშიც ვიტყვით, რატომ არის უნიშნელოვანესი, იმიტომ რომ შენს ზოგადად წესებზე და ყველაფერზე მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად გუხდებს. კომბინირებულად ორივე ძალიან კაია. თუ მე ის ხალხი არ მიყვარს, ვინც იძახის და არის რა ხალხი, ვინც იძახის, რომ აი პილატესი არის მთავარი და რა. დანარჩენზე პირიქით. ბალანსი არის მთავარი. კი. ნამდვილად, ბალანსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არის მეგრელი შეხარ. კი. მართალია, არც მე დავჭყიდე გული და ეს ერთი ჭიქა წყალი იმაში ხარ იქ არ ვიტყვი ბრენდის სახელს. საბოლოო ჯამში უკვე ყოველკვირეულად ჩაჯდება
შენ შემთხვევაში სიამოვნებაზეც გადის ეს ყველაფერი, რობის შემთხვევაში თუ ცხიმის წვაზე ჭირდება ის და დაძალებით შევაგდეთ, შენ შემთხვევაში სიამოვნებაზე გადის და უკვე იყო რომ ჯერ არ შეხვიდე, ჯერ არ შეხვიდე. კი. და უკვე ეხლა რომ დარღვევის დღეც იქნება, პლუს პილატესიც იქნება, ფაქტიურად ეს პროცესი არის. მაგასო. უკვე არ ვიცი. უკვე შემიძლია რომ მოსაკლავ ვარჯიშებზე გადავიდე. დავიწყოთ ხო, თორე რაღაცა ძალიან მხნედ ვარ. მივიდა ხო ჩემი თავი რომ ვერ მივდივა დარბაზიდან. მეოთხე ვიდეოში ჩანს როგორ ამბობს სიტყვა დავიღალეს და ეგ სიტყვა კიდე ბევრჯერ იქნება რა. მოკლედ ვარჯიშზე შევხვდებით ხო? კი, აუცილებლად. всё. ეგ არის. გადავედით მაშინ ვარჯიშზე. წავედით. რატომ ჩავსვით პილატესი ლიკას ყოველდღიურობაში? გავრცელებული მითია, რომ ძალისმიერი ვარჯიშები და პილატესი ან იოგა ერთმანეთს გამორიცხავს, თუმცა სამეცნიერო რეალობა საერთოდ სხვა რამეს ამბობს. ჟურნალ PJ's მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ორი ინსტრუმენტი ერთად გამოყენების დროს ბევრად უფრო უკეთეს შედეგს გვაძლევს, იქიდან გამომდინარე, რომ პილატესი ხელს უწყობს ჩვენი სახსრების უკეთ განვითარებას, ამცირებს ტრავმებს და ასევე დაბლაწევს კორტიზოლის დონეს. ხოლო ლიკას მსგავსი ადამიანებისთვის, რომელიც გადატვირთულად მუშაობს, ეს აუცილებელიც კია ყოველდღიურობაში რომ ჩაჯდეს. ვორტექსის მეფე ვარ და ხალხი მემორჩილება. როგორი იყო შენი დასვენება? ძალიან კარგი. აუ, მაგრამ მაინც გადარბენაზე ვიყავი რა. მეტი დღე არ გამიშვიდა. მოგითხარი. მოიმატეთ, მოგელა. ნემელა ვიზავთ ყველაფერს. კარგია. ძალიან ძიმე ხო არ არის? არა. კარგია, ესე იგი 20-ანსაც გაქაჩავ რამე. ესეც კი. ვიდი რესტორანში ხან კაფეს ვჭამი და ხან რაღაცა ქათმის წვალს, მაგრამ პიცაც ვჭამე. მოგითხარი, ერთხელ დარღვევა შეიძლება. ერთხელ ვჭამე ნამდვილად, მეტი არ მიჭამი, აჭარული არ მიჭამია. კიდე რა გითხრა? ბათუმში იყავი და პიცა ჭამე როგორ? ბევრ ქალს ჯერა რომ თეთრის დღე უნდა იყოს კვირაში 6 და ზედატანს ორ კვირაში ერთხელ აკეთებენ, რაც არის ძალიან არასწორი რაღაცა, კაცებს რო პირიქით აქვთ, იმიტომ რომ სხეული თუ ქვედა ნაწილში არის უფრო განვითარებული ვიდრე ზედა ნაწილში, მოქმედებს ჩვენზე ძალიან. არა მხოლოდ აღნაგობის მიმართულებით, არამედ გონებით, იმიტომ რომ წნევა ქვემოთ ჩადის. და ძალიან მარტივად არის ხო სისხლის მიმოქცევა, როცა ფეხი გაქვს ორჯერ დიდი ვიდრე ზედატანის კუნთები, ირევა. ეს ერთი. პლუს ქალებს აქვთ უნიკალური უნარი, რომ ბევრად უფრო ლამაზი ზურგი ქონდეთ ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ არ იყენებენ. კარგია. ხემას არაჩერებენ და ზურგით თლიანით მიდიან. რა სინამდვილეში უბრალოდ ხრები რო წაიღო წინ და მე მოწიო, აი ეს მოძრაობაც კი ზურგის ვარჯიში არის, ხელს თუ არ გაშლი. ყველაზე მეტად ზურგზე გამოკვეთავს ხოლმე. ხელოვნების ნიმუში. ხელოვანი. მონალიზა და ვინჩი. ვაიმე. ვიცი და რა ვქრა, რაც ვიცი და. აი მეშვიდედან მიჭირს. მე რა. არა უშავს. კარგია. ვაიმე. რამდენია? ერთი დამჭა. ერთი წმინდი? აბსოლუტურად. ზურგს როცა ავარჯიშებ, პუნქტი იჭიმება და იზრდება და ავტომატურად გადაყავს უკან. იმისთვის რომ ხერხემალი სწორ მდგომარეობაში ჰქონდეთ ქალებს, რომლებსაც იდეაში მკერდის ვარჯიშები საერთოდ არ ჭირდებათ. აი ეს მკერდის შიდა კუნთები რომ მოიჭიმოს, უბრალოდ ჭირდებათ ერთი ეს გადაშლის ვარჯიშები და სწორდება სხეული და აღარ არის უკან გადაწეული ან წინ გადმოწეული. აი კაცები ვინც მხოლოდ მკერდის ვარჯიშებს აკეთებენ და ზურგს მარტივად წინ გადმოდის ხოლმე და ესე დადიან. იმის ბრალი არ არის უბრალოდ რომ ნავარჯიშებები არიან, არასწორად ვარჯიშობენ რა. ეგ არის. კოჩა. წონას როგორც არ უნდა აუწიო, სანამდეც აკეთებდა ქაჩავს, სულ სწორად აკეთებდა. კარგია. მიდი. აი მე ძალიან გამიჭირდა. რაო დასვენებამ გვიშველაო რაო? არ გვიშველა. არა. მე მიშველა და დავიებო. ჩვენ ხო სხეულზე ვმუშაობთ. გონებაში რა ხდება, ეგ არ ვიცი. ხო, მაგრამ ყველაფერი გონებიდან მოდის. აი. ეგ ფსიქოლოგების მოგონილი არის, რომ მე მეტი ისინი ყავდით.
პაციენტები. ერთი დამრჩა, მაგრამ ეს ფაქტობრივად შენ გამაკეთებია და არა უშავს. ხო გითხარი? ზოგჯერ არა უშავს ამეხმარე. ხო გითხარი? ქალებს ვეხმარებით მამაკაცებს. ჩვენი მოვალეობა ეგ არის. აბა სულ. რას ვიზავ? ღმერთმა რაც გითხრა, იმას ვიძახ თორე. მერც მადლობა რომ თქვენ არსებობთ თორე. და გვემართებოდა. ღმერთს მადლობა კი. ღმერთს მადლობა რომ თქვენ არსებობთ თორე ჩვენ შეგვიძლები ვიყავით. აი. ბიჭო, ესენი ვინ არის? ეს უმადური ხალხი ვინ არის რა? აქ 1.11 ნეკნი უნდა მქონდეს და ამოსვლილი მაქვს. დღეს უნდა განვიხილოთ უმნიშვნელოვანესი ვიტამინი მაგნიუმი. შევხედოთ ციფრებს. ჟურნალ Springer Nature's კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში მაგნიუმის დამატებამ ხელი შეუწყო აღდგენის პროცესებს და ასევე შეამცირა კუნთის ტკივილი ვარჯიშის შემდეგ. რიკას შემთხვევაში კი მას ორი მთავარი მიზანი აქვს: ძილის ხარისხის გაუმჯობესება და კუნთების სპაზმის მოხსნა. ამასთანავე მაგნიუმი კრიტიკულ როლს თამაშობს ქალის ჰორმონალურ ბალანსსა და ციკლის მართვაში. ხოლო ჩემი პირდაპირ რჩევა იქნება, რომ რადგანაც ვარჯიშის დროს სტრესის დონე ისედაც იმატებს და კუნთი მოჭიმულია, მაგნიუმის გლიცინატი მიიღოთ ფლაკონზე დატანილ ნორმაზე 50% მეტი უკეთესი შედეგისთვის. შეგახსენებთ, რომ QFT-ის ნებისმიერი ვიტამინი და დანამატი შეგიძლიათ შეძინოთ ავერსის ნებისმიერ ფილიალში. ია, მიდი. მედაო. კარგია. აი ეს არის ის ვარჯიში, რომელზეც წეგან ვიძახდი, რომ ქალების უმრავლესობას მხრები აქვს სუსტინები. აი ეს ნაწილი რო წამოვა. უკვე 4-ზე აკეთებს. სტატისტიკურად იმ 10%-ია, რომელიც ძლიერი არის. აუ. დავინჩი. როგორია? უნდა ვცადო 5-ითაც რა. აბა რა უნდა ქნა გოგო. აია, მიდი. ოჩა. ბოლომდე გაწოლე დელტები. მიდი. კარგია. აიმე. რთულია? კი, გართულდა ეხა, მაგრამ შენ ხო არ შეჩერდები, ხო არ იტყვი რომ რთულია? არა, აი 12-იც ეგა. კარგია, ეხლა ისე 4-იანი დავაბრუნდე და ბიცეპსი დავიწყებ. შენი საყვარელი ვარჯიში. აუ, მაგ ვარჯიშზე. ბედრიერი ვარ ხოლმე ბიცეპსი რო ვიწყებ ხოლმე, იმიტომ რომ სულ წიწონებს. აუ, ვენები მეთქობა, ვენები. მართლა. ეში ხედე, აი. ბუნებრივად არ ვიცი ეს ვენა მაქვს, უფრო სხვანაირი. უამენ. სამიანით რო გავაკეთო. ეს დამისვენება. მიდი. კარგია. ანუ ჩოგბურთს უყურებ ხოლმე და წესები იცი ჩოგბურთის? რა ვიცი, თამაშობდი, მაგრამ არ გამომდის. უფრო ძლიერი ხო არ ხარ ვიდრე ეს წონა? მე მგონი კი. მე მგონი რა თქმა უნდა უფრო ძლიერი ვარ. რა თქმა უნდა. შენ თავში ეჭვი გეყარება, ეგ უკვე არ შეიძლება. ხები? მე ხო გითხარი. არ არსებობს წონა, რომელსაც ვერ აწევ. უბრალოდ დრო გჭირდება. ჩემი მოსწავლეები ზოგადად top level-ზე არიან ყველანი, ხები? კარგია. მინარ ქვადარკინა აქვს, ტრიცეპსი კი არა. პრებია წააყოლო, აი ეს მიდი. აუ, რაღაცა ფლატსწორად ვერ ვაკეთებ. გარი? ფლატსწორად გონი ვეღარ გავაკეთებ ბოლომდე. არა უშავს, დაღლილი ხარ, კუნთი რომ დაიღალა და ყდება, მოჩ. ხო. ეგ არის. დასრულდით, ხო? კარგი. წამ. აი მჯერა. არსად. ეგ არის, დავამთავრეთ. ვიცი დავამთავრეთ, წავედი. წავხვედი და ოთხშაბათს გელოდები ისე. კი. რაღაც დღეს უფრო ვიგზანი ეს ხელის კუნთები. ყვება და ცილა მომატებული მიიღე. კი, აი ცილას. რო კუნთების უეჭველი გამოიკვეთოს. სხვა ისეთი არაფერი. მივყევით ეგრე და შაბათს უკვე ლეჩხომშენა წავიდეთ. ლიკას პროგრესი საოცარ ტემპში მიდის. მენტალური ჯანმრთელობა, მოქნილობა, upper lower სისტემა თავის შედეგს დებს. მოკლედ შემდეგ ეპიზოდში დაგიბრუნდებით მისი მშობლიური კუთხიდან და შევამოწმებთ მის კულინარიულ შესაძლებლობებს.